მოგესალმებით, დღეს ორშაბათია და ტელეკომპანია დიას ერთ-ერთია სპორტული გადაცემა სტარტი. მე ამ გადაცემის სამყარო და ავტორი გიორგი ოგანესიანი ვარ. დღეს ჩვენ სტუმრად გვეყოლება და მთლიანად გადაცემას მივუძღვნით გორის დიდას. ჩვენთან სტუმრად არიან ჩვენი ჩემპიონები. ბიჭებო, მოდით გავაცნოთ ჩვენს ტელემაყურებელს თქვენი თავი, თქვენი საამაყო თავები და ვიწყოთ გივი შენგან. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. მე ვარ გივი ქარქუზაშვილი, 28 წლის ვარ გორელი. და საქართველოს ჩემპიონი რაც ყველაზე და რაც თავარია საქართველოს ჩემპიონი. ენგო შენს გადაცანი ჩვენ ტელემაყურებელს. მივესალმებით ტელემაყურებელს. მე ვარ თენგიზ ზიქარიძე, 19 წლის გორი. საქართველოს ჩემპიონი ასე. ბიჭებო, თენგო რა შენით დავიწყოთ. როდიდან ჩაები? 19 წლის ხარ და როდის ჩაები ფეხბურთის ფეხბურთში, როდის დაიწყე ფეხბურთის თამაში? რომელი ასაკიდან? 6 წლის ვიყავი, როცა პირველად მივედი ფეხბურთზე. ინსტიტუტის ეზოში, გორში, ინსტიტუტის ეზოში იყო ხოლმე სტადიონი და იქიდან მოყოლებული გორში ვარ. ანუ თითქმის 13 წელია პროფესიონალურ დონეზე თამაშობ და სხვადასხვა პირველობებში იღებ მონაწილეობას. შენგენ გივი შენ ცოტა რთული გასახსენებელი წლებია. ბავშვობა მართლა. ძალიან რთული გასახსენებელია, პირველი თამაში უმაღლეს ლიგაში 16 წლის ასაკში ვითამაშე. 16 წლიდან უკვე უმაღლეს ლიგაში აქტიურად მიწერს ყოველთვის თამაში. ასაგებია. ყველა ფეხბურთელისთვის ასე ვთქვათ ოცნება 16 წლის ასაკში დიდი მიღწევა უმაღლეს ლიგაში თამაში. შესაძლებელია ეს. თენგო თუ გაიხსენებთ თქვენს პირველ წარმატებას, მნიშვნელოვანია სპორტსმენისთვის ყოველთვის დასამახსოვრებელია პირველი წარმატება ხოლმე. პირველი წარმატება მახსოვს 13 წლის ვიყავი, როცა ელიტ ლიგა იყო, ეხლაც არის თუ არ ვიცი. ტურნირი ელიტ ლიგა მოვიგეთ გორის გუნდ. ელიტარული ლიგა, ასე ვთქვა და აქ შეგვიძლია დღესაც. შენგენ ახტება. ჩემი პირველი წარმატება, ასე ვთქვა, ისიც ძალიან სასიხარულო იყო. დავით ყიფიანის სახელობის თასი მოვიგეთ. ისიც გორის შემადგენლობაში. ასე ვთქვათ, 3 წლის წინათ იყო ეს. დიახ, ასაგები. ბიჭებო, დავეთანხმებით ალბათ, როდესაც ცხოვრებაში ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებ სპორტით, ან ხელოვნებით, ან რაღაც დარგში, გავდები ვიღაცის გავლენა ყოველთვის არის ან მშობელის, ან საყვარელი ადამიანის. თქვენთან რა ხდებოდა, რატომ მაინც და მაინც ფეხბურთი და რა მან ვინ განაპირობა ეს? ეს ჩემი ფეხბურთზე შეყვანა იყო. მამა ჩემის ინიციატივა. პირველად მან მიმიყვანა და დამაწყებინა ფეხბურთში თამაში და იქიდან მართლა შემიყვარდა და გავყევი ბოლომდე და მოვედი აქამდე. გასაგებია. შენ თენგო რას გვეტყოდი, რამ განაპირობა შენი ფეხბურთით დაკავება? სანამ ფეხბურთზე შევიდოდი, მანამდე ძალიან მიყვარდა ფეხბურთი და მეც მამა-ჩემმა მიმიყვანა პირველად ფეხბურთზე და იმის შემდეგ მოვაწევ ფეხბურთში. მანამდე თუ იყო რამე სხვა სახეობით სპორტის სხვა სახეობით თუ იყავით დაკავებული ან რაიმე ხელოვნების დარგით ან კი არა, მე კი მქონდა კრივზე დავდიოდი პარალელურად უკვე. პირველად კრივზე შევედი, შემდეგ პარალელურად უკვე ფეხბურთი ასე და შემდეგ გადავწყვეტე რომ ფეხბურთს გავყოლოდი ბოლოს. შენ თენგო სხვა რამე გადაცებას არ გქონია, ორიენტირებული იყავი ფეხბურთზე. ასაგებია. 19 წლის ხარ, მაგრამ ჩვენ გადაცემის დაწყებამდე საუბრობდით, ალბათ რაღაც ძალიან ისეთი ოცნებას მიაღწია საქართველოს ჩემპიონი გახდი, მაგრამ სანამ საქართველოს ჩემპიონობამდე მიხვედი, იყო რაღაც წარმატებები. ხო, გაიხსენე შენი ადრეული წლები, რომელ ტურნირებში ასპარეზობდი, რომელი იყო შენთვის უფრო მნიშვნელოვანი? ძალიან ვახსენე, ელიტ ლიგა მოვიგეთ 13 წლის ასაკში. იყო რაღაც თბილისის ტურნირებიც და ჩვენი გუნდი, ჩემი ასაკის გუნდი საკმაოდ წარმატებული გუნდი იყო და ყოველთვის მაღალ საფეხურებზე გავდიოდით. მე მაგას დაკონკრეტება მინდა, იმიტომ რომ უშუალოდ მონაწილე ვარ თქვენი გუნდის წარმატებებში, ერთმანეთში თამაშების გვაქვს ნახულები მაქვს თქვენი თამაში და ვიცი რომ ბევრი წარმატებული სპორტსმენი იყო. შენი ასაკობრივი გუნდიდან თუ აგრძელებს ვინმე პროფესიონალურ დონეზე თამაშს შენთან ერთად? კი, არის გორის უმაღლეს გუნდში ვარჯიშობს გიორგი კურმაშვილი. დანარჩენები დუბლებშიც ვარჯიშობენ, საკმაოდ კარგი ბიჭები არიან და
ერთი ჩემი გუნდიდან რუსთავის მეტალურგში თამაშობს ლუკა ნოზაძე. გასაგებია. იგივე შენ ასე ვთქვათ ძალიან დიდი კარიერა განვლე დღევანდელ დღემდე და ორიოდე სიტყვით რო გავიაროთ რომელ გუნდებში ასპარეზობდი უმაღლეს ლიგაში ბევრი თამაში გაქვს თამაშები რომელი გუნდის მაისურები ქონდა მორგებული. კი ბატონო დავიწყე გორის დილაში პირველად 16 წლის ასაკში, შემდეგ ცხინვალში ვიყავი, ცხინვალიდან ბორჯომში ვიყავი 2 წელიწად ნახევარი. მე ისევ ცხინვალში დავბრუნდი და შემდეგ იყო ქუთაისი, გორი, ისევ მარტვილი და ბოლოს დავუბრუნდი მაინც გორსი. საქართველოს ჩემპიონი პირველად გორის დილას შემადგენლობით გახდიარდა. სხვა რაიმე წარმატება თუ გქონია? კი, როგორც მოგახსენეთ, თასიც მოგებული გვაქვს გორთან ერთად და ქუთაისთან პირველი ადგილი დავიკავეთ პირველ ლიგაში, როცა უმაღლესში გადმოვიდა ქუთაისის გუნდი. ასევე ბორჯომის მაისური ჩვენ მესამე საპრიზო ადგილით გაქვს დაკავებული ერთ-ერთ სეზონში, ხო? კი. გასაგებია. ეხლა რომ მიმოვიხილოთ მაგალითად ჩვენი გადაცემა ძირითადად ორიენტირებულია და ვცდილობთ ასე ვთქვათ ბავშვთა სპორტი, ბავშვთა ფეხბურთი წინ წამოვწიოთ, წინა პლანზე წამოვწიოთ. თუ ადევნებთ ხოლმე ბავშვთა ფეხბურთს, ბავშვთა თამაშებს, ვარჯიშებს, გორის დილას ასე ვთქვათ წარმატებული სასკოლო სამწვრთნელო შტაბი ყავს ასაკობრივ ჩემპიონატებში წარმატებას აქვთ, თუ ადევნებთ ხოლმე თქვენი თვალს, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელები. კი, რამდენად შესაძლებელია, ყველანაირ ვცდილობთ რომ ვთქვათ ჩვენი დუბლების თამაშს დავესწროთ, ბავშვების ასაკობრივი გუნდების თამაშებს დავესწროთ. რამდენადაც მოგვიხერხდება ეს, ყველანაირად ვცდილობთ რომ იქ ვიყვეთ და უყუროთ. როგორც ვატყობ, ახლა უკვე ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ასაკობრივებს, პატარა ბავშვებს უკვე განვითარებისკენ მიდის აქ გორში ყველაფერი. ადრინდელ პერიოდთან შედარებით მართლა წინ წაიწია ყველაფერი. რა თქმა უნდა, თუნდაც ხელოვნურ საფარიანი მინდორი ბევრ საშუალებას აძლევს ფეხბურთელს კარიერული გზით განვითარდეს, იმიტომ რომ ადრე არ ჰქონდათ მაგის საშუალება და ასვალზე უწევდათ ბავშვებს ვარჯიში. თენგო, შენი აზრით, შენ დიდი წლები არ გაშორებს ასაკობრივ ლიგებიდან და როგორი დონეა გორში, როგორი თაობა მოდის, შეავსებენ თუ არა გორის დილას შემადგენლობას ეს ჩვენი გორელი ბავშვები? რამდენად პერსპექტიულები არიან? საკმაოდ პერსპექტიულები არიან, დუბლებშიც ძალიან კარგი გუნდი არის და პატარა ასაკში, ანუ ჭაბუკთა ლიგებშიც საკმაოდ კარგი ბიჭები თამაშობენ და ვფიქრობ, კარგად შეავსებენ გორის გუნდს. გასაგებია. კიდევ 2000 ჩვენ ყავდა სტუმრად და ყოველთვის ისინი ინტენსიურად ვადევნებთ თვალს 2002-2003 წლის ფეხბურთელები, დაბადებული ფეხბურთელები კარგად თამაშობენ კი არა და 22 თამაშიდან 22 მოგება აქვთ, წაგება არ ღიად მიურიათ და ჩემპიონობისთვის ემზადებიან, ისინი თქვენ მოგბაძავენ და გახდებიან მომავალი ჩემპიონები. თქვენი აზრით, როგორც უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალი ფეხბურთელები, რეგიონის მასშტაბით რა არის საჭირო, რომ განვითარდეს ბავშვთა ფეხბურთი? იმიტომ რომ არის გორი მაგალითად მაგ რეგიონების რიცხვში არ შედის, მაგრამ არის რეგიონები, სადაც განუვითარებელია ჯერ კიდევ ფეხბურთი და ბავშვებს რთულ პირობებში უწევთ ვარჯიში. რა არის თქვენი აზრით საჭირო? გვერდში დგომა უნდა თვითონ რეგიონის მმართველობიდან მინდვრები ჭირდებათ, წვრთნელი ჭირდება, რომელსაც შეუძლია რომ ყველანაირად მიხედოს ბავშვს, ყურადღება მიაქციოს და ასე ნელ-ნელა, როგორც ახლა გორში დაიწყო ყველაფერმა განვითარება, ხო ასე ნელ-ნელა რეგიონებშიც ყველაფერს ყურადღება მიექციოს და უკვე ბავშვმა თქვათ რეგიონიდან გორში რო არ იაროს ფეხბურთზე. ამ ხელაგზა რო არ მოუწიოს, რო არ განვლოს ყველაფერი იქ უნდა ისე განვითარდეს, რომ ადგილზევე ივარჯიშონ და დაგეთანხმება მაგაში, იმიტომ რომ ქვეყანა დედაქალაქისგან არ შედგება და რეგიონი დიდი ქალაქისგან არ შედგება. რეგიონში უშუალოდ ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში რაღაც პატარა კერა მაინც უნდა იყოს შექმნილი. ჩემს რეგიონზე ის მაგალითზე მივთქვა, მაგალითად სამცხე-ჯავახეთი ყველა რეგიონია და უმაღლეს ლიგაში გუნდი არ ყავს ფაქტობრივად და ეს მტკივნეული თემაა. არ შეიძლება და უშუალოდ ქვეყნის წარმომადგენლობით პირებმა უშუალოდ ხელმძღვანელობა უნდა მიაქციონეს ყურადღება, იმიტომ რომ სპორტი ისეთი რაღაცა დაფინანსება თუ არ ქონდა დამეთანხმები წარმატებას ვერ მიაღწევს ლოგიკურია. თენგო, რას გვეტყოდი შენ ასაკობრივი კიდევ ერთხელ უნდა განმეორდეთ განლი ასაკობრივი პირველობები, რამდენად კვალიფიციური მწვრთნელები ყავთ გორში?
დღეს ასაკობრივ გუნდებში, იმიტომ რომ დიდი როლი აქვს მწვრთნელს ბავშვის განვითარებაში. დიდი როლი აქვს კვალიფიკაციას მწვრთნელების, საკმაოდ კვალიფიციური მწვრთნელები ყავდა ჩვენ ბავშვობიდან და ახლაც ასაკობრივ გუნდებში არიან მწვრთნელები, რომელმაც გაიარეს კვალიფიკაცია, თუნდაც ახლა რო იყო გორში. დიახ. კი, საკვალიფიკაციის დონის სასამაღლებად რაღაც ტრეინინგები ჩაიარეს, რაღაც სწავლები განვლეს. გივი, რა იყო შენ გამოცდილი ხარ ჩვენთან შედარებით, რა იყო ადრე მაგალითად სამწვრთნელო შტაბები როგორ იყო, როგორ ფუნქციონირებდნენ, იყო თუ არა ადრეც შენს ბავშვობაში ასეთი სწავლებები უტარდებოდა თუ არა, უშუალოდ მათი სამუშაო სქემა, სამუშაო სტრუქტურა შეიცვალა თუ არა და განვითარებისკენ მივდივართ თუ პირიქით? რა მხრივ განვითარდა, იმიტომ რომ როცა ახლა ჩემ ბავშვობის ასაკში არ იყო თქვათ ასე ხშირი და ის ტრენინგები, რომ კვალიფიკაცია აიმაღლებინა მწვრთნელებს და ძალიან იშვიათად უწევდათ რა ის ამ ტრენინგების გავლა. ახლა უკვე ძალიან ხშირია უკვე ეს ყველაფერი და თვითონ მწვრთნელებისთვისაც კარგია, უფრო ვითარდებიან, უფრო მეტ სწავლობენ, უფრო მეტ კარგია მე ფეხბურთელისთვისაც ეს. გასაგები. უშუალოდ თქვენ გუნდზე რას გვეტყოდით, რამდენად გამართულია ინფრასტრუქტურით, საჭირო ინვენტარით, იმიტომ რომ უმაღლეს ლიგაში პოპი გუნდი სისტემატურად სხვადასხვა ვარჯიშებით უნდა იყოს დამოკიდებული, დაკავებული უფრო სწორად და ასე ვთქვათ, სრულად მზადყოფნაში უნდა იყოს ყველა ინვენტარი. თქვენ როგორი სიტუაცია გაქვთ გუნდში? ამ ხრივ ყველაფერი დალაგებული გვაქვს ჩვენ ახლა. ყველაფერი იმისთვის რომ გუნდი მოემზადოს თამაშიდან თამაშამდე, თამაშზე უკვე მზადყოფნაში იყოს და გავიდეს იქ საბრძოლველად, მოსაგებად გავიდეს. ამ ხრივ გუნდში ყველაფერი დალაგებულია, ყველაფერი თავის ადგილზეა, ყველაფერი გვაქვს. არაფრის დანაკლის არ განვიცდით ახლა იმ ხრივ რომ ინფრასტრუქტურის სიმცირის გამო რაღაც ვარჯიშზე ხელი შეფეხება გამოიწვიოს. ეხლა მე აქ მივყავს ლაპარაკი, რომ ლოგიკურია, ყველანაირი პირობა აქვს ფაქტობრივად შექმნილი გორში ახალგაზრდას, რომ დაკავდეს ფეხბურთით და შრომისა და ენთუზიაზმის ხარჯზე მომავალში გორის დილას მთავარი მაისური მოირგოს და წარმატებული ფეხბურთელად გაიზარდოს. თენგო, მე მინდა შენ კითხო, რომ არა ფეხბურთი შენი აზრით როგორც სპორტსმენისთვის რა არის გორში კიდევ განვითარებული სპორტის სახეობებს გულისხმობ და რითი უნდა დაკავდნენ ახალგაზრდები მაგალითისთვის მომთქვით. კალათბურთის გუნდიც არის და ვფიქრობ კალათბურთითაც რომ დაკავდნენ. ურიგოა რომ დაიქცეს. გასაგები. შენ რა სიტყვი გივი? კი, კალათბურთის გუნდი ყავს იმას გორის დილა. კი. ასევე ჭიდაობით შეუძლიათ მართლა წარმატებული მოჭიდავეები ყავს. ძალიან სახელგანთქმულები და თვითონ სკოლაც კარგია, შეუძლია ყველას. კი, დაკავდნენ და წარმატებებს მიაღწიონ, კი. ჭიდაობაც რა თქმა უნდა. კი, ვიჭებო, მედიაშიც, ინტერნეტშიც ასე ვთქვათ, აჭრელებული იყო იმით, რომ გორის დილას რაღაც ფინანსური პრობლემები ჰქონდათ. მე როგორც ვიცი, ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება რა სიტუაცია გუნდში. პირველი წრე მართლაც რომ ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, ძალიან მძიმე პირობები ჰქონდა, მაგრამ ერთიანობა როგორც ვიტყოდით, რომ ერთი ოჯახივით შეკრული გუნდი ვიყავით. იმ ხრივ გადავლახეთ ყველანაირი პრობლემა, მივაღწიეთ, დავამთავრეთ მეორე ადგილზე პირველი წრე. და შემდეგ ეტაპობრივად ყველა მხარში დაგვიდგა გუბერნატორი, მერი, ყველა ჩვენი სამწვრთნელო შტაბი, ყველანი და გამოვედით ყველა იმ ცუდი პერიოდიდან და ყველაფერი დალაგდა თავისთავად და გუნდმაც მიაღწია სასურველ შედეგს. ანუ ის ბრძოლის უნარიანობა არ დაკარგა რაც პირველი წრიდან. კი, რა თქმა უნდა, ეგ თავიდანვე გქონდა ჩვენ ბრძოლის უნარიანობა რო ყოფილიყო და ერთიანობა რო არ ქონოდა, ჩემი აზრით ამ ხელა შედეგს ვერ მივაღწევდით. ივი, იმაზეც მე მგონია დამეთანხმე, რომ მარტო გორის დილას არ ქონდა მსგავსი პრობლემები, მაგალითად აგერ ზესტაფონის გუნდი უმაღლეს ლიგაში მშვენიერი გუნდი იყო და ფინანსური პრობლემების გამო დაიშალა. ეს ბევრი გუნდის საქართველოში მართლა ბევრი გუნდი ესეთი რაღაც რომ ძალიან ბევრი გუნდს აქვს იმის პრობლემა ფინანსური მხრიდან. მაგრამ რა ვიცი ახლა არ ვიცი ახლა იმ გუნდში რა ხდებოდა, მაგრამ ჩვენი გადმოსახედა რა ჩვენ თან ხდებოდა გუნდში ეს არის რომ
ერთმანეთ ხარში დაუდექით ყველანაირად სამშობლო შტაბი, ფეხბურთელები, ჩვენ მთავრობა სულ და მივახციეთ იმ შედეგს. ალბათ აურჩევდი რომ ყველა მასე იმას მსგავსი მაგალითი თქვენგან აიღოთ. კი, მაგრამ ერთ აზრამდე დავდივართ, რომ ჩვენ თუ გვინდა ქვეყანაში განავითაროთ სპორტის კონკრეტულად ფეხბურთი, გვერდში დგომა ხელისუფლებისგან, საჭირო საჯარო სტრუქტურებისგან, კერძო სტრუქტურებისგან საჭირო და ერთიანად შექმნით. აგერ ნათელი მაგალითი თქვენ ხართ პირობებს თუ შეუქმნით გუნდს მსგავს მართალია სრულყოფილი პირობები ჯერ კიდევ არ მანდედან, მაგრამ რაღაც საჭირო ელემენტარული პირობების შემდეგ აგერ გუნდმა საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვეთ და ყველასთვის მისაბაძი მაგალითები გახდით. კონტრაქტებზე რას გვეტყოთ ბიჭებო? როგორც ვიცით, მცირეხნიანი კონტრაქტები ქონდათ გაფორმებული და თენგო შენ კი რა ხდება თუ აპირებ გუნდის დატოვებას ან თუ გაქვს შემოთავაზებები? კონტრაქტები ყველას ახლა გვთავრდება და ჯერ არ ვიცით არაფერი. მალე გავარკვევთ და გვეთქვინა ყველაფერს. ანუ მაგ თემაზე ჯერ გუნდში არ ყოფილა ხო? ჯერ ეს ერთი თამაში გვაქვს 22-ში ბოლო თამაში და ჩავამთავრე და მე შემდეგ გადაწყვეტეს ჩვენი ხელმძღვანელობა ვინ როგორ რანაირად დარჩება გუნდში. გასაგები, ანუ ყველას თითოეულ ფეხბურთელს 6 თვიანი კონტრაქტი ჰქონდათ და ეხლა ყველას ეხა გეწურებათ, ხო? კი. ანუ თავიდან ჩამოყალიბდება ეხლა ამ თამაშის მერე გუნდი. თუ გაქვთ თქვენ ინფორმაცია, გუნდ თუ ტოვებს გუნდს რომელიმე ფეხბურთელი ან ახალ ფეხბურთელებთან დაკავშირებით? არა, ამის ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს ახლა. ეს არის ჩვენი სამშობლო შტაბის გადასაწყვეტი, ჩვენი უფროსობის. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ უკეთესი იქნება ევროტურნირებისთვის გუნდი ცოტათი მაინც თუ გაძლიერდება და ახალი ფეხბურთელები, ახალი სულისკვეთება შემოვა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი ხაზი მინდა გაუშვსო, ადგილობრივი ფეხბურთელები უნდა დარჩნენ გუნდში და ადგილობრივი ქალაქის გუნდის სიყვარული გუნდში უნდა შენარჩუნდეს და ადგილობრივი ფეხბურთელების თენგო ნათელი მაგალითია, პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელია, სათამაშოდ რომ მიეცემა და ასე განვითარდება და ასე ჩამოყალიბდება უკეთეს ფეხბურთელად. ახლა ძირფას ტელემაყურებელო 2 წუთით შევისვენოთ, ჩვენ ძირითადად ვისაუბრეთ ზოგადად მიმოიხილეთ გორში და საქართველოში არსებული ფეხბურთი გაგაცანით ჩვენი სტუმრები, მაგრამ მეორე ბლოკში უფრო საინტერესო ნაწილი გელით ჩვენ ვისაუბრებთ კონკრეტულად წლევანდელ გამარჯვებაზე და მომავალ გეგმებზე. არ გადართოთ და გველოდით. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში ძირფას ტელემაყურებელო, შეგახსენეთ რომ ჩვენთან სტუმრად არიან საქართველოს ჩემპიონები, გორელი ფეხბურთელები. ახლა ჩვენ უშუალოდ გადავალთ წლევანდელ წარმატებაზე საქართველოს ჩემპიონობაზე და განვიხილავთ და გავივლით იმ გზებს, რა გზების სკავლაც მოუწიათ ბიჭებს. ბიჭებო, საქართველოში თითოეული მოთამაშე ფეხბურთელი რაზე უნდა ოცნებობდეს თუ არა საქართველოს ჩემპიონობაზე? გქონდათ თუ არა მსგავსი ოცნება თქვენ? რა თქმა უნდა, ეს ყველა ფეხბურთელის ოცნება რომ გახდეს საქართველოს ჩემპიონი, ამაზე დიდი სიხარული და დიდი ბედნიერება არ ვიცი ახლა სპორტში რა შეიძლება იყოს. ამისთვის უბრალოდ დიდი შრომა საჭირო, თავდადება და ყველამ გავიღეთ ეს. რას გრძნობ უშუალოდ, რა გრძნობა იყო საქართველოს ჩემპიონი? თუ ჯერ არ ხარ ისეთი გრძნობა რომ სიტყვით ვერ გადავიქცე. ისეთი ბედნიერება. გასაგებია. თენგო, შენ რაზე უსმენობდი ბავშვობაში, უსმენობდი თუ არა საქართველოს ჩემპიონობას და აგიხსნა თუ არა ეს სანუკვარი ოცნება? კი, რა თქმა უნდა, როდესაც შევედი ფეხბურთზე, იმ დღიდან ეს ჩემი ოცნება იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საკუთარი ქალაქის გუნდის სახელით მოახერხე ეს 19 წლის ასაკში. გასაგებია, კიდევ ერთხელ მისალოცია ეს და მისაბაძია თითოეული ახალგაზრდისთვის მართლაც. ეხა საქართველოს ჩემპიონობა ასე მარტივი გასახდომი არა, უნდა მოგიწევ 2 წრე უნდა განვლო, თითოეულ თამაშზე ბოლომდე ყველა მთელი ძალები უნდა დადო და გივი როგორც გამოცდილი ფეხბურთელი რომ მიმოიხილო მოკლედ 2-ოდე სიტყვით რა გზის განვლა მოუწია გორის დილას, ქონდა რთული პერიოდი, ქონდა კარგი პერიოდები, მაგრამ ყველაფრის დაძლევა მოახერხეთ და გახდით საქართველოს ჩემპიონები. რა გზის განვლა მოგიწიათ? როგორც მოგახსენეთ, იყო რთული პერიოდები, უმეტესწილად პირველ წრეში იყო გუნდმა შეძლო ერთიანობა და ერთიანობით მიაღწია ამ შედეგს. დავამთავრეთ მეორე ადგილზე პირველი წრე, ყველა სირთულეების მიუხედავად დავძლიეთ ეს ყველაფერი და შემდეგ უკვე ეტაპობრივად ყველაფერი დაალაგდა თავის ადგილზე და ყველანაირად თავდადებით, მონდომებით მივედით იქამდე რომ გავხდით საქართველოს ჩემპიონი. ასე შენ რას გვეყეთ? ემო რა არის რა გზის განვლა მოგიწიათ, რამდენად რთული პერიოდი იყო, რას გამოყოფდი ამ გზაზე?
იყო რთული პერიოდები პირველ წრეში, მაგრამ გივიმ კარგად თქვა, გუნდი ერთად ვიყავით შეკრული და სწორედ ამან განაპირობა ეს წარმატება. სამტრედიას მატჩამდე კარგად მოყვებოდნენ თქვენი უშუალო კონკურენტები, პირობითად კი არა და თბილისის დინამო და ბათუმის დინამო, ორი დინამო, მაგრამ ორივეს ასე ვთქვათ, ბოლაში თქვენ სამი ტურით ადრე მოიპოვეთ საქართველოს ჩემპიონობა. რას გეტყოდით, რამდენად რთული მეტოქეები იყვნენ უშუალოდ მატჩებში და რამდენად რთული გზა მოგიწიათ თქვენ უშუალოდ მათი დამარცხებით არა, მაგრამ სხვა კონკურენტებზე რას გეტყვით, რომელი იყო თქვენთვის რთული მატჩი და თუ გამოყოფდით კიდევ ორივე დინამოს გარდა, რომელი იყო, ასე ვთქვათ, რთული მოწინა უხერხული მეტოქე თქვენთვის? რა თქმა უნდა, მოგეხსენება თბილისის დინამო წლებია უკვე და ის გუნდია, რომ ლიდერი საქართველოს ლიდერია ეს გუნდი. სახელით მარტო? სახელით და ყველანაირად პირობებით, ყველაფრით. ბათუმის დინამოც არანაკლები კაი გუნდია, კაი პირობებით თვითონაც. ძალიან ბევრი ბრძოლა მოგვიწია, მაგრამ ამ მიზნისთვის მიგვეღწია. იყო ვერ გამოყოფ ახლა რომელი მატჩი იყო რთული. ფაქტიურად ყველა თამაში ჩვენ საბრძოლველად გავდიოდით უკვე და ყველა თამაში რთული იყო ჩვენთვის. და უნდა გვერბძოლა ბოლომდე რომ მიგვეღწია წარმატებას. ესე იგი, თენგო შენ მეტოქეებზე როგორ შეაფასებდი მათ ძალას? იყვნენ ღირსეული მეტოქეები, როგორ ფიქრობ? კი, რა თქმა უნდა, დინამოც საკმაოდ კარგი გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. ბათუმსაც ძალიან კარგი გუნდი ყავს და ძალიან ღირსეული კონკურენცია გაგვიწიეს ორივე გუნდმა. მაგრამ ბოლოში ძალები აღარ ეყოთ და დაგნებდნენ. ბოლოში ძლიერმა გაიმარჯვა. რა თქმა უნდა, კი, გეთანხმები აბსოლუტურად. რამდენიმე თამაშის გამოყოფად შეიძლება დაკონკრეტდება, მაგრამ როგორც ჩვენ თქვი, ყველა საჩემპიონო თამაში იყო რთულია რომელიმის, იმიტომ რომ კონკურენცია ბოლო ტურამდე შეენარჩუნებული იყო და ქულათა მინიმალური სხვაობა იყო ერთმანეთში, მაგრამ რაღაც მიზეზების და გამო თქვენი სიძლიერიდან გამომდინარე, თქვენ სამი ტურით ადრე მართალია ჯერ ურთიერთ თამაშებიდან გამომდინარე, მაგრამ ეხა ყველა კითხვა მოხსენით, ერთი ქული გჭირდებოდათ, რომ წინ გასულიყავით, უშუალო მეტოქეებმაც ვერ მოიპოვეს ქულები და ფაქტობრივად ყველა კითხვა მოხსენით, თქვენ მაყურებელში რაც შეიძლება დაბადებულიყო. ბევრი თამაში მოგიწიათ და თუ ასე ვთქვათ, როგორც ფეხბურთელები, თუ გამოყოფდით რომელმაც უშუალოდ ყველაზე დიდი სიხარული მოგვარათ, რომელი იყო ეს თამაში თქვენთვის? დიდი სიხარული მოგვარა სამტრედიაში ბოლო თამაშმა, როცა ჩვენ გავიმარჯვეთ და ამ დროს ბათუმის დინამო დამარცხდა გოლნისტი. და ამით უკვე ჩვენ გარანტირებული ჩემპიონობა ჰქონდა მოპოვებული. ეს იყო ყველაზე გამოყო ყველაზე სასიხარულო მატჩი. კი. თენგო შენ რა შეტყოდი? მეც დავეთანხმებოდი სამტრედიაში გამარჯვებით, ჩვენ ჩემპიონობა მოვიპოვეთ და ძალიან დიდი ზეიმი იყო და რა თქმა უნდა ეს იყო ყველაზე გამორჩეული შეხვედრა. გივი, არ შეიძლება რომ არ ითქვა, სამტრედია კარგი გუნდია, პროფესიონალური ფეხბურთელი, გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და იქ თამაშიც რთული იყო, არა, თქვენთვის? კი, რა თქმა უნდა, გამოვიდნენ, საბრძოლველად გამოვიდნენ. შემადგენლობაც ძლიერი შემადგენლობა ყავს, ყველა ნათამაშები ხალხია, ევროპაშიც ყოფილან, იქაც უთამაშია წლები. მაგრამ ჩვენ ერთიანობით, მონდომებით დავამარცხეთ. ყველაფერი გადაალახეთ, კი, გეთანხმები. ბიჭებო, თქვენი გუნდის წარმატებაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, ჩემი აზრით, ალბათ დამეთანხმებით, მიუძღვის მთავარ მწვრთნელის ახალგაზრდა მთავარ მწვრთნელის, როგორ შეაფასებდით მის მუშაობას გუნდში? ურჩას ოსიაშვილი ახალგაზრდა მწვრთნელია. თავის ასაკთან შედარებით ძალიან კარგი მწვრთნელია. იცის ხალხთან მიდგომა, იცის გუნდის შეკრა. გამოცდილი ფეხბურთელებიდან და ახალგაზრდა ფეხბურთელები ისე დააკომპლექტა, რომ ძლიერი გუნდი გამოიყო. და საფეხბურთო მხრივაც მის სამუშაო ტაქტიკაზე რა შეტყოდი? მოგწონთ როგორც შენ მაგალითად ბევრ მწვრთნელთან გიმუშაოვია, როგორია მის სამუშაო სტილი, სამუშაო ტაქტიკა? დაცვაში არასდროს არ ჯდება გუნდი. ასეთი აქვს მაგას ტაქტიკა. სულ უნდა შეუტიოთ, პრესინგს უნდა მივმართოთ იმათ ნახევარზე. არიან მწვრთნელების კატეგორია, რომ უკნიდან თამაშს. უკან თამაში უყვართ, მაგრამ
სოსიაშვილს სხვანაირი შეხედულება აქვს, უყვარს შემტევი ფეხბურთი და ჩვენთვის ძალიან მისაღებიც იყო. ეგ მატჩის თითოეულ მატჩის ჩანს, იმიტომ რომ ვადევნოთ თქვენ თითოეულ მატჩს რომ გადავხედოთ, ყველა თამაშზე სტუმრად იქნება თუ სახლში იქნება ეს პირველ ნომრად ცდილობდით გეთამაშათ და შეიძლება იმიტომ რომ თუ არ შეუძლია კარში არ დაარტყი ფაქტობრივად გოლი ისე სხვანაირად როგორ უნდა გავიდეს. ეგ შეიძლება ვეთყოდი როგორ მოგწონს მის სამუშაო სტილი, მისი მიდგომა ფეხბურთელებთან. ჩასოსიაშვილი ძალიან კარგი ახალგაზრდა მწვრთნელი არის. მეც ნახეთ რამხელა წარმატებას მიაღწია. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა, ერთ გუნდში შევკრა და ეს მისი უშუალო დამსახურება არის და რაც შეეხება ტაქტიკას, სულ შემტევ ფეხბურთს თამაშობთ. გივიმ კარგად თქვა. სულ პრესინგი, სულ გვინდა პირველ ნომრად ვითამაშოთ და ეს ძალიან კარგი არის ჩემი აზრით. შენს ახლა თან ისეთი პოზიციაზე გიწევს, ძირითადად პლეიმეიკერი ხარ, გიწევს გუნდის დაალაგება, გათამაშება, რომელიც მინდა გითხრა ძალიან კარგად გამოგდის და ბევრ პროფესიონალურ და საერთაშორისო დონეზე მოთამაშე ფეხბურთელს შეშურდებოდა, შენი ნიჭი და თავარია არ დანებდე, ყოველთვის ბრძოლის უნარიანი იყო და ჯერა რომ ბევრ წარმატებას და არაერთ გზის ზეიმებ კიდე საქართველოს თუ სხვა ჩემპიონების ტიტულს და თასს ბევრჯერ აწევ. ბიჭებო, თქვენ ჩემპიონები სამტრედიაში ოფიციალურად გახდით, სამტრედიაში გუნდმა იზეიმა, მაგრამ თავარი ზეიმ გორში გელოდათ. გორში ბევრი გულშემატკივარი დაგვხვდათ, იყვნენ სამთავრობო, იყვნენ მერიის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, უბრალო გულშემატკივრები, როგორი მაყოფილი ხართ, მათი დახვედრით და გაამართლეს თუ არა თქვენი იმედი, ვიცით გზაში ისოდით თქვენ რომ უნდა დახვედროდნენ გულშემატკივრები. მადლობა მინდა ჯერ გადავუხადო პირველ რიგში. ყველა გულშემატკივარს, ყველა იმ ხალხს, ვინც გვერდში დაგვიდგა მთელი სეზონის განმავლობაში. დახვედრა იყო შესანიშნავი. ისეთი სიხარული და ბედნიერება იყო. მთელ გორს უხაროდეს ჩვენი წარმატება. ყოველთვის, ყოველ თამაშზე ვცნობდით მათი მხარში დგომას, ყოველ თამაშზე ჩვენთან ერთად იყვნენ. ვიგებდით, ვაგებდით თამაშს. ყოველთვის ერთად იყავით და ვგზნობით მათ ხარში დგომას ყოველთვის. ასე იგი, ტენგო შეიძლება გეტყოდი გულშემატკივრის ფაქტორი გუნდის წარმატებაში უმნიშვნელოვანესია და კი, რა თქმა უნდა, მეც ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხატო გორის დილას გულშემატკივარს, წვიმა იყო თუ თოვლი იყო, ისინი სულ ხარში გვიდგნენ და მათი ჩვენი კარგი თამაში, ჩვენი ბრძოლა და ეს წარმატებაც მათი ძალიან დიდი დამსახურება არის. ასაგები და მე ვესწრებოდი თქვენს დახვედრას და ასეთი შთამბეჭდილება დამრჩა რომ რაღაც ინგლისურ ქალაქში რომელიღაცა ქალაქში გუნდის ზეიმს ესწრებოდით, იმიტომ რომ სიმღერები ცეკვით და ისეთი ჟინით დაგწნენ რომ აი რავი, მაგაზე უკეთესი ფაქტორულად არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ყველა ცდილობდა პატარა ბავშვიდან დაწყებული, მოხუცი ადამიანებიდან დამთავრებული, ყველა ერთად თქვენ გვერდით იდგა, გაღმერთებდნენ ერთი სიტყვით ეს რომ ვთქვათ, მაგრამ იმსახურებდით ამას და შედეგმაც და დახვედრამაც არ დააყოვნა და ღირსეულად დახვდნენ ასე მინდა ვთქვა. აი გივიმახსენა მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენ მაყურებელის როლს გრძნობდით თუ გასვლით შეხვედრებზე რა სიტუაცია იყო, იმიტომ რომ ვიცი მაგალითად დინამოს ფან-კლუბი ყავს და ყოველ შეხვედრაზე დაყვება. თქვენთან რა სიტუაცია გორის დილას ყავს ფან-კლუბი და ყველა გასვლით შეხვედრაზე დაყვებიან ისინი. გასაგებია. ისე ანუ არის ისეთი ქალაქები საქართველოში, სადაც გულშემატკივრის ასე ვთქვათ, ჟინი სულისკვეთება მაღალი დოზითაა და უნდა გამოყოთ ერთ-ერთი ასეთი ქალაქია გორი, იმიტომ რომ როგორც რეგიონი თბილისთან შედარებით, ხა თბილისში ბურჯელ გითამაშია და დინამო არენაზე სასერცხელო ფაქტები ხდება ხოლმე 10 და 12 ადამიანი ხოლმე არის ხოლმე მაყურებელზე. აი თქვენი აზრით ზოგადად რომ მიმოვიხილოთ, რა არის საჭირო, როგორ უნდა მოიზიდოს სახელმწიფო უშუალოდ გუნდმა თბილისში ავიღოთ სხვადასხვა რეგიონებში გორში ეგ პრობლემა მოხსნილია. როგორ უნდა მოვიყვანოთ გულშემატკივარი სტადიონებზე? ივი შე რო გითხრათ, როგორც გამოცდილი ფეხბურთელი. როგორ ჩემი აზრით ხალხმა რო იაროს თამაშზე და უგულშემატკივროს თავის ქალაქს, თავის ქალაქის გუნდს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ფეხბურთელებს. როგორი თამაშებენ, როგორი გულით ითამაშებენ თამაშს. რა მონდომება ექნებათ, რომ ადამიანს უხაროდეს იქ მოსვლა და გულშემატკივრობა იმ ფეხბურთელების. და დაანახოს სიყვარული და მონდომება ყველაფერი.
მართალია. ის ბრძოლის უნარიანობა, ის სულისკვეთება განაპირობებს ზუსტად ერთმანეთის სიყვარულს და გვერდში დგომას. კი, შენ სხვადასხვა გუნდებში კი თამაშია, თუ იყო ანალოგიური პირობები მაყურებლის მხრივ გულისხმობ მე, სხვა გუნდებში თუ იყო ასეთი მხარდაჭერა თუ გზნობდი. კი, ქუთაისშიც მრავლად მოდიოდნენ გულშემატკივრები თამაშზე თავის ქუთაის ტორპედოს საგულშემატკივრად. მარტვილშიც ძალიან უყვართ ფეხბურთი. ფაქტიურად არც ერთ თამაშს არ ტოვებს მაყურებელი, ყველა დადის და ახლა მარტვილში ისეთი ატმოსფერო სკამები ისე დონეზეა, რომ მარტო ერთ მხარესაა რა და ხალხი დგას იქ და ხეებიდან უყურებენ ახლა. ეგ არის ფეხბურთის სიყვარული, რომ მოდიხარ და შენ გულშემატკივრობ. ხო, ახლა დანარჩენ თავარია ფეხბურთელს კონდეს მონდომება. რომ იმ ადამიანს უხაროდეს თამაშზე მოსვლა და გულშემატკივროს. ეთანხმები. თენგო, შენ წეგარ ახსენე რომ უამრავი წარმატება ჰქონდა ასაკობრივ პირველობებში. როგორც ვიცი მე გორში ასაკობრივ გუნდებზეც დადის გულშემატკივარი მარტო მშობლები არა და ის სიყვარული მათაც ასე ვთქვათ ენერგიებად რაც მომავალში გამოადგება ფეხბურთელს გულშემატკივრის მხრიდან გულისხმობ. რომ შენ როცა თამაშობდი გზნობდი თუ არა ანალოგიურად ასაკობრივ პირველობებში გულშემატკივრის ფაქტორს დადიოდნენ თუ არა თამაშებზე? კი, რა თქმა უნდა, ზოგადად ვახსენე, საკმაოდ წარმატებული გუნდი ყავდა ჩვენ ასაკში და მაყურებელი მშობლების გარდაც ძალიან მრავლად დადიოდნენ თამაშზე. მაყურებელს უყვარს, როდესაც წარმატებულად აქვს და მისი ზიდავს, რა თქმა უნდა. მაყურებელს კი გაბარა რა თქმა უნდა გეთანხმები. ბიჭებო, საქართველოს ჩემპიონობას ის რომ თასს აიღებთ, ის რომ მედლებს დაიკიდებთ გულზე საკუთარი ქვეყნის, უმნიშვნელოვანესია კიდევ რომ ითამაშებთ ევროტურნირებზე. როგორია თქვენი მომავალი ამ ევროტურნირებთან დაკავშირებით, როგორია თქვენი პროგნოზი ამ კონტინგენტით ჩვენ ღირსეულ კონკურენციას გაუწევთ თუ არა ევროპის გრანდებს და კლუბებს? რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ გვჭირდება გაძლიერება. ისე არა, რომ ამ გუნდით თქვა შეიძლება გავიდეთ და შორს წავიდეთ. გაჭირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია. რომ სხვა ქვეყნის კლუბებსაც შესაბამის წინადადება გაუწიოთ და მივახციოთ წარმატებას. ასე გქონდა. შენ რაც გვიყოთ, თენგო, გვაქვს იმის ლობი, იმის შესაძლებლობა, რომ ევროტურნირებზე ჩვენი სახელი ღირსეულად გავიტანოთ. კი, uns მართლა სჭირდება გაძლიერება. ლაპარაკიც არის რამოდენიმე ფეხბურთელზე და ფიქრობ, ცოტა რო გავძლიერდებით, გორის დილა თავის თვას. გასაგებია, ერთი სული გვაქვს, თქვენ გიხილოთ ევროტურნირებზე და პირველი, მეორე, მესამე ეტაპი ღირსეულად გადალახოთ და ჯგუფურ ეტაპზე ვიხილოთ ევროპული გრანდები გორის დილა სტადიონზე და რაც შეეხება თუ აკმაყოფილებს თუ არა იმ კრიტერიუმებს გორის დილა სტადიონი, მე ვიცი ეს კედლის აშენება იგეგმება მარჯვენა რაღაც კრიტერიუმებია, რომელიც აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს, მოგიწევთ თუ არა თქვენ თამაში, თუ ვიცით. ზუსტად არ ვიცით, მაგრამ გასაკეთებელი როა განათება კედელი ეს ყველაფერი მე მგონი დასაშვები იქნება. გასაგებია. ისე მე მგონი კარგი კი არა, ძალიან კარგი იქნება თუ მოგიწევთ თქვენ გორის დილა სტადიონზე თამაში, იმიტომ რომ სადაც საკუთარ კედლების, საკუთარ გულშემატკივრის გარემოცვაში და სადიხათ დინამო არენაზე რაღაც 5000 და 10000-ის გარემოცვაში თამაში. ბიჭებო, ეხლა რომ არ გითხოთ არ შეიძლება თქვენს მომავალზე რაც გვეტყოდით თუ აპირებთ გუნდის დატოვებას, ცოტა დელიკატური საკითხია ეს, მაგრამ თუ გაქვთ ინფორმაცია მოწვევა თუ გაქვთ რომელიმე გუნდიდან ან კონტრაქტებზე ვისაუბრეთ რომ ჯერ არ ყოფილა განხილვა, მაგრამ შენ მაგალითად თენგო თუ გაქვს მოთხოვნა რომელიმე გუნდიდან? ჯერ ჩემპიონატი დასრულდეს, ხოლო თამაში დაგვრჩა და შემდეგ ჯერ გორის დილასთან გავარკვევთ ჩვენს მომავალს და შემდეგ გადავწყვეტ რა და როგორ იქნება. გასაგებია. ჯერ გარკვეული ვადაა დარჩენილი საზაფხულო სატრანსფერო სეზონის გახსნამდე. შენ რას გვეტყვი, გივი თუ რაღაც შენს მომავალზე რას გეგმავ? კი, ჯერ არ ვიცით ახლა მომავალში რა იქნება, ესე 22-ში გვაქვს ამ სეზონის ბოლოთან ჩასატარებელი, რომელიც უნდა გავიმარჯვოთ აუცილებლად. შემდეგ სეზონის შემდეგ ყველაფერს გადავწყვიტავთ ახლა ჯერ ჩვენს კლუბთან გასაგებია, კი რა თქმა უნდა.
ჯორჯიასთან ბოლო ტურზე უნდა ითქვას, რომ ალბათ მთელი სტადიონი გაივსება და მთელი ქალაქი ერთად ვიზეიმებს თქვენს გამარჯვებას. მაგრამ ჯორჯია ცოტა ხერხული მეტოქე იყო თბილისში მატჩი 2-2 დაასრულეთ მცხეთაში, ხო მე მგონი? მცხეთაში და აქ თუ რევანშის აღებას თუ გეგმავთ და უნდა ელოდეს თუ არა გულშემატკივარი თქვენგან გამარჯვებას. თენგო შენ დავუწყოთ და განვიხილოთ ეს თამაში. რა თქმა უნდა, ჯორჯია სწორედ ის გუნდია, რომელმაც ქულები დაგვაკარგინა და პირველ წრეში არ გავხადა ჩემპიონები. საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდია, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ჩემპიონებს შეეფერებათ და გავიმარჯვოთ, რა თქმა უნდა, ამ დასკვნით შეხვედრაში. ასე კი შეიძლება სიტყვით და ბოლოს შეხვედრას. რა თქმა უნდა, პირველ წრეში ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია ჯორჯიამ და ხელი შეგვიშალა, რომ პირველ ადგილს დაგვემთავრებინა პირველი წრე. ყოველთვის ისეთი მოწინააღმდეგე იყო, რომ ძალიან უხერხული რა ჯორჯია. ამ ბოლო თამაში აუცილებლად მოსაგებად გავალთ მინდორზე. ყველაფერს ვიზავთ იმისთვის, რომ სამი ქულა ავიღოთ ამ თამაში. და მოგებით აზეიმოთ თქვენი რა თქმა უნდა, ბოლო თამაში მოგებით უნდა დავამთავროთ. ბიჭებო, როგორც პირველ ნაწილში ვთქვი, ჩვენი გადაცემა ძირითადად ორიენტირებული ახალგაზრდა თაობაზე, ჩვენს წინა გადაცემებს ვინც უყურა, ძირითადად ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები სპორტის სხვადასხვა სახეობიდან ყავდა. ვინ იქნებოდა მისაბაძი ადამიანები თუ არა თქვენ გორში ახალგაზრდა თაობისთვის, როგორც გამოცდილი საქართველოს გამოცდილი ფეხბურთელები, საქართველოს ჩემპიონები, მე მინდა მიმართოთ ახალგაზრდა თაობას თქვენი გადმოსახედიდან ლოზუნგით, რატომ არის მნიშვნელოვანი დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრებით. გივი, შენით დავიწყოთ და თენგო დავამთავროთ შენით. აუცილებელია სპორტით დაკავდნენ. შემდეგ ასეთი სიხარული და ბედნიერება რო გამოსცადონ, როგორც ახლა ჩვენ გვაქვს, როგორც ჩვენ გამოვცადეთ. ყველა ადამიანის, ყველა სპორტსმენისთვის დიდი სიხარულია. მოუწოდებ რომ ყველას სპორტით დაკავებას უყვარდეს ეს საქმე. ასე საკითხებს გეთახმები. და ყველანაირად ყველაფერი იქნას იმისთვის, რომ დიდ წარმატებებს მიაღწიოს ცხოვრებაში. ასაგებია. ეთანხმები 100%-ით. თენგო, შენს მოუწოდეთ ჩვენს გულშემატკივარს, თქვენს გულშემატკივარს და ჩვენს მაყურებელს და ბოლოსკენ დავიყვანოთ ჩვენი გადაცემა ამ ლოზუნგით. მეც დავეთანხმები გივის სპორტი როგორც ჩვენ ისეთი ბედნიერება მოგვანიჭა ამ გამარჯვებამ, სწორედ ამათაც ღირს, რომ სპორტით დაკავდნენ ახალგაზრდა თაობა და ურჩევ იშრომონ თავდაუზოგავად და წარმატებას სურვებ ყველას. აი ხართ, ბიჭებო, პირველ რიგში კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ, რომ მობრძანდით კიდევ ერთხელ კილოსავთ გამარჯვებას, მომავალ თამაში ჯორჯიასთან გისურვებთ მოგებას აუცილებლად, შემდეგ ევრო ტურნირებზე, კიდევ გვირდებით რომ არაერთხელ გახდებით ჩვენი გადაცემის სტუმრები და კიდევ ბევრ თემაზე და ბევრ გამარჯვებაზე ვისაუბრებთ. ეს გახდათ ძვირფასო ტელემაყურებელო რიგით მე-7 გადაცემა სტარტის. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ფეხბურთზე, მომავალ კვირამდე გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.